დასუფთავების ეროვნული აქციის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების თანამშრომლებმა ქვესადგურის გდანი 220-ის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ღონისძიებას ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ. ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შეუერთით დღეს დასუფთავების ეროვნულ აქციას. შევიკრიბეთ გდანის 220 ქვესადგურის ტერიტორიაზე მთელი შემადგენლობით და დავასუფთავებთ ტერიტორიას. კარგი ინიციატივა არის, ჩვენ საკმაოდ პატარა ქვეყანა გვაქვს და უნდა ვიზრუნოთ იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დიდი ქვეყნები. მივესალმებ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას დასუფთავებასთან დაკავშირებით. ჩვენი თანამშრომლები გამოვედით საკმაოდ მრავალრიცხოვანი, შემოგვიერთდნენ ასევე დაწესებულების სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებიც და დღეს უკვე ხედავთ, რომ მოსვლამდე სულ სხვა სიტუაცია იყო აქ და ეხლა რამოდენიმე საათში ალბათ უკვე დავამთავრებთ. მე მოვუწოდებ ყველა ჩვენ თანამშრომელს და ასევე ყველა ჩვენ მოქალაქეს, რომ გაუბრწყდეს ჩვენს ქვეყანას. მცხეთაში შიამღვიმის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მიმდებარე სკვერში კი დასუფთავების აქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. აქციაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინისტრებმა სტუდენტებთან და მოხალისეებთან ერთად სკვერის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაათავისუფლეს. ვისაც მოსავლელია და გასაკეთებელია აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. დაწყებული გვაქვს ჩვენ მუშაობა ბევრი კუთხით, ისევე როგორც დასუფთავების და გარემოს დაცვის ხაზრისით გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ამაზე. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ჩვენ მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოუყავით რამდენიმე მილიონი ლარი, რომლითაც მან ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე უნდა ემუშაოს. როდესაც საქართველოს და კონკრეტულად მცხეთის მიმდებარე ტერიტორია ასეთ საინტერესოა ტურისტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მოვუწოდებ ყველას, რომ დაიცვან სისუფთავე, რადგან ძალიან არამიმზიდველია ტურისტებისთვის ასეთი გარემო. დასუფთავით მცხეთის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც არის ტურისტული ადგილი და საკმაოდ პოპულარული, თუმცა ეს განაგვიანებული გარემო, რა თქმა უნდა, ტურისტების თვალში და საერთაშორისო მედიის თუ დამკვირვებლების თვალშიც გარკვეულწილად არასასიამოვნო მომენტი, ამიტომ ვცდილობთ, რომ მოვაწესრიგოთ, დავასუფთავოთ, მოვუწოდებ მოქალაქეებსაც, რომ მოუარონ გარემოს და დაიცვან მაქსიმალურად. დასუფთავების აქციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა. მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა სამინისტროს ეზოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 5 ივნისი იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ივნისზე გამოცხადებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მწვანე თვე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია ჩვენს სამინისტროში, ასე რომ გადავწყვეტეთ, რომ დღევანდელზე ჩავთვლილიყავით დასუფთავების აქციაში და ჩვენი თანამშრომლები მოვიდნენ და ვასუფთავებთ ჩვენს ეზოს. თავისთავად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას მიეცემს სისტემური ხასიათი და მომავალში გაგრძელდება ასეთი ღონისძიება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებში ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ჩვენი ჩართულობა. იმედია, რომ ეს ჩართულობა იქნება მრავალჯერადი. სრულად არის მოსული თითქმის მთელი სამინისტროს თანამშრომლები. გუვლით გარემოს, რაც ძალიან გვახარებს.